ისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. რა დიდებული სიტყვებია თუ გიფიქრიათ ჩვენთან არს ღმერთი. სამი განსაკუთრებული ადგილი არსებობს ცის ქვეშეთში, სადაც ეს სიტყვები ადამიანმა ომახიანად უნდა წარმოსთქვას და გაიაზროს, რას ნიშნავს სიტყვები ჩვენთან არს ღმერთი. ეს სიტყვები ეს ეკუთვნის ესაია წინასწარმეტყველს და თქვა მაშინ, დაწერა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ქვეყნიერებაზე არ იყო მოსული იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი, წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ეს სიტყვები გაიმეორა მათე მახარებელმა, როდესაც აღწერა მაცხოვრის შობა. ეწოდოს მას სახელი ემანუელ, რომელიც თარგმანებით ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი. როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომ ღმერთი არის მასთან. ბევრი ახლა იტყვით, რა თქმა უნდა, რომ ვეზიარები, როცა ვლოცულობ, როცა სიკეთეს ვაკეთებ, როდესაც სახარებას ვკითხულობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მკვეთრად ადამიანი ღმერთის არსებობას გრძნობს მაშინ, როდესაც ის თავის თავში ხედავს ბევრ ცოდვებს. რასაც ადრე ვერ ხედავდა, მაგრამ მოვიდა ეკლესიაში, წაიკითხა სახარება, მოისმინა ქადაგება და დაფიქრდა, მოძღვარმა რო თქვა ქადაგების წინ, ჩვენთან არს ღმერთი, როგორ გავიგო და ესე უნდა გაიგო ჩემო კარგო, რომ დაფიქრდი კარგად, რა ცოდვები გაქვს, რომელსაც შენ უკვე წლებია ატარებ, მაგრამ ვერ ხედავდი, მაგრამ წირვა ლოცვის შემდეგ უკვე გაიგე თურმე როგორი ცოდვილი ყოფილხარ. პირველი ადგილი, სადაც ადამიანი განსაკუთრებით უნდა გრძნობდეს ღმერთის არსებობას, ეს გახლავთ ტაძარი, სადაც ჩვენ აღვასრულებთ ღვთისმსახურებას და ვეზიარებით მაცხოვრის სისხლს და ხორცს, უხრწნელ სისხლს და ხორცს. ეს პირველ რიგში. მეორე ადგილი, სადაც ჩვენ ღმერთის არსებობა უნდა შევიგრძნოთ, ეს არის ჩვენი ოჯახები, ჩვენი სახლები, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ ცოლ-შვილთან ერთად. ადამიანი, რომელიც თავის ოჯახში აცხოვრებს ღმერთს, ის სახლში არ ყვირის, არ ბილსიტყვაობს, თავის მეუღლეს არ აკნინებს და თავის შვილებს არ ურტყავს ხელს და ცუდად არ იქცევა. კარგად დაუკვირდე ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ მარტო ტაძარში ვიქცევით კარგად. ეგეც კიდე საერთოა ვიქცევით თუ არა ტაძარში კარგად. ძალიან ბევრმა ადამიანმა ეკლესიაში გაატარა თელი თავისი ცხოვრება და ეხლა კიდე ვერ იგებს ტაძარში რატო უნდა მოვიდეს. ტაძარში რომ მოდიხარ და ზიარებას არ იღებ და ქადაგებას არ უსმენ, ჯობია სახლში დარჩე, ნაკლებ ცოდვებს ჩაიდენ ჩემო კარგო. თუ შენ გესმი სიტყვები, რომ ჩვენთან არს ღმერთი და პასუხო ფარსდა იყოს, მოგიბრუნდება ქრისტე და გეტყვის, რომ თუ გწამ შვილო, რომ მე შენთანა ვარ, რატომ არ მიიღე სისხლი და ხორცი? შენ ეტყვი მაშინვე ფარისეველივით, უფალო უღირსი ვარ, არა მე გუშინ ვერ მოვემზადე. როგორ წერია ჩემო კარგებო, მიიღე და სჭამეთ ესეას ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა. იმიტომ კი არა ღირსი ხარ, მომზადებული ხარ და არა, მისატევებლად ცოდვათა. სუთამისაგან ყოველთა ესია სისხლი ჩემი აღლისა აღთქმისა. თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა. თუ ვერ მოდიხარ, მე უნდა მოვიდე შენთან სახლში და უნდა გაზიარო. ადრე სოფლებში დიაკონი დარჩენილ ბარძიმს მიაბრძანებდა სოფლებში და სოფელში ყველა უნდა ზიარებულიყო, ვინც ტაძარში მივიდა და ვინც ვერ მივიდა. ვინც მივიდა და არ ეზიარებოდა, ის ამბობდა ხმამაღლა, ჩემო დებო და ჩემო ძმებო, მოძღვარო, დღეს ვერ ვეზიარები, იმიტომ და ამიტომ მიზეზი უნდა დაესახელებინა და არაცრუ რაღაც ისი ვაიმე ჯერ ვერა ვარ მომზადებული და ასე შემდეგ. ვერას დროს ვერ მოემზადები, რატო იცი? მარტო ტაძარში ხარ, თვალთმაქცი ქრისტიანი და შენს ოჯახში ღმერთი არ მიგიყვანია. არც სახლი გაქვს ნაკურთხი და თუ ნაკურთხი გაქვს, არ ლოცულობ. იქ
ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენ ღმერთი არ შემოუშვა სახლში. ან შემოშებული ღმერთი ისევ უკან გაბრუნდა, იმიტომ რომ მისი ადგილი არ არის შენთან. კარგად დაუკვირდით თანამედროვე ქრისტიანების ცხოვრებაში, როგორი კულტი გაჩნდა სხეულის მოვლის. აი შედით ინტერნეტში და მაშინვე ნახავთ, ხო როგორ გვარიგებენ ინსტრუქტორები, აი ასე ჭამე, ასე დალიე, ჯერ წყალი დალიე, მერე საჭმელი, მერე გავანახევარი საათი, მერე წყალი დალიე და როგორ ვემორჩილებით ამ ყველაფერს, არა? დასაბრალოები ვართ. როგორ ვიცავთ ყველაფერს, მერე ყოველ დილით სასწორზე შევდგებით და გახარებულები, ვაიმე რა კარგია, 700 გრამი დავიკელი. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, საჭიროა, ფორმაში უნდა იყოს ქრისტიანი, მაგრამ მორწმუნემაც და ურწმუნომაც ხომ იცის, რომ ეს კარავი დროებითია, როგორც გინდა გაუფრთხილდე, მაინც დასასრული აქვს ამას, ხო? მაინც მოკვდება ჩვენი სხეული გარკვეული წლების მერე. და იცით სხეულის ბედს ვინ განკარგავს? შენი სული. თუ საყოველთაო აღდგომის ჟამს სული არ დადგება მარჯვენით მამისა, ანუ არ ცხონდება, შენი ნავარჯიშევი სხეული სამუდამოდ დაიტანჯება მარადიული ტანჯვით გენაში. და მერე გინდა მსუქანე იყავ, გინდა გამხდარი, გინდა მაღალი და გინდა დაბალი, რა მნიშვნელობა? ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, გახსოვდეთ, რომ ტაძრის შემდეგ, ჩვენი სახლების შემდეგ, ჩვენი სხეული არის სულიწმიდის ტაძარი და უნდა ქალბატონს უნდა ემსახუროს მხევალი და არა ქალბატონი მხევალს. ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, ის მისი სული არის ქალბატონი და მისი სხეული არის მხევალი, რომელიც ემსახურება ქალბატონს. მაგრამ თუ ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, დასაბრალოა, წარმოიდგინეთ, მოსამსახურე ხდება ქალბატონი და ქალბატონი ხდება მოსამსახურე და ის ვინც პატივში და დიდებაში უნდა იყოს, არის დამცირებულ საშინელ მდგომარეობაში. აი ამიტომ, ჩემო კარგებო, როდესაც ჩვენ ვინმეს ვესაუბრებით, უხსნით, ღმერთი არსებობს, იცი რომ აი ნახე, ღმერთი არსებობს, ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში ვიყენებ ჩვენ თავს. ღმერთი კი არ არსებობს. დიახ, ხوار მოგეჩვენათ, მართლა ასე ვთქვი. ღმერთი კი არ არსებობს, შენ არსებობ ღმერთში. სამყარო არსებობს ღმერთში. თუ არა ის არსი, შენ არსებობა არ გექნებოდა არასოდეს და ამ ქვეყანაზე ვერ მოევლინებოდი. ჭიანჭველები ერთმანეთში რო ჭობენ, ეხლა ადამიანი არსებობს თუ არ არსებობს. ასეთი მდგომარეობაა, როცა თქვენ ვინმეს უმტკიცებთ ღმერთის არსებობას. არავითარი მტკიცებულება არ ჭირდება იმ არსს, რომლისგანაც ყველაფერი შეიქმნა, ხილული და უხილავი, ცა და მიწა, ადამიანი და პირუტყვი, თევზი და ფრინველი, დინარეები, ოკეანეები, ხმელეთი, ვარსკვლავები, გალაქტიკა, ზე და მთვარე. და ჩვენ დგევარ და ვიღაცას უმტკიცებთ, ღმერთი არსებობს, იცი შენ? და ის ვიღაცა მერე ცოტა დაიპრანჭება და აქეთ რაღაც არგუმენტები მოაქვს, თუ ღმერთი არსებობს, რატოა უსამართლობა ქვეყანაზე და პატარა ბავშვები რატომ მკვდებიან? ასეთი უაზრო შეკითხვების დასმა იციან. ასეთი საუბარი ჩვენ რომ აღარ მოგვიწიოს, ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ ღმერთის ყოფობა ტაძარში და ტაძარში რო ფეხი შემოდგი, იცოდე რომ სასუფეველში ხარ შენ. სასუფეველში შემოდგი ფეხი, ანუ ედემში. რა იყო ედემი? მინდა რომ შეგახსენოთ. ედემი სხვა არაფერი არ არის თუ არა ადამიანის და ღმერთის ურთიერთობის ადგილი. ადამიანი ედემში არ არის შექმნილი, ადამიანი შექმნილია ედემს გარეთ და შემოყავს შემდეგ უკვე ედემში ადამიანი ღმერთს და სთხოვს, აძლევს კურთხევას, რომ კულტივირება, დამუშავება აღასრულოს 60-ის და დაიცვას ის. და სთხოვს, რომ აი ეს 100 ხე დაახლოებით 1000 ხე 99% შეგიძლია მიირთვა, მაგრამ ერთი ხე, რომელიც არის შემეცნების ხე, ჯერჯერობით არ ჭამოშენ. არ გეკუთვნის, არ შეიძლება. პატარა ხარ, უნდა გაიზარდო და შემდეგ შეგიძლია რომ მიიღო. მაგრამ არა, ადამიანს რასაც უკრძალავენ, იმას მიიღებს, შესწოდავს და
ღმერთი ეძახის ადამ სად ახარ ემიდად კარგად დაუკვირდეთ რა არის ედემი და ის არსება რომელმაც იცის რომ ღმერთი ყველგან არის იქ ემალება ედემის ბაღში ბუჩქებს უკან ემალება ღმერთს და თავს იმართლებს რომ მე იმიტომ შევწდი რომ შენ რომ მეუღლე მომეცი აი ამ ქალბატონის ბრალია ყველაფერი ის სადაც სიხარული და ჰარმონია უნდა იყოს ტანჯვის ადგილად გადაიქცა ადამიანისთვის და აი ამიტომაც დაატოვებინა ღმერთმა ადამს 64 მაგრამ ედემი გადმოვიდა ჩვენს გულში ჩვენი გული დასამუშავებელია და გაფრთხილება ჭირდება ჩვენ გულს ჩვენი გული ყოველდღე უნდა ვამუშაოთ და გავასუფთავოთ სარეველებისაგან და ჩვენს გულში ყოველდღე უნდა ვესაუბრებოდეთ ღმერთს და ყოველდღე უნდა ვიღებდეთ ღვთისგან კურთხევას, წყალობას, სიკეთეს და ჩვენი გონება უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში და ჩვენი გული უნდა გახდეს გონიერი გული. და თუ ადამიანს ექნება გონიერი გული, ის იქნება პირდაპირ გეტყვით ბედნიერი ადამიანი. დღეს 8 მილიარდი მოსახლეობიდან ძალიან ცოტა ადამიანი მიიჩნევს თავის თავს ბედნიერად. ხო ასეა? ეკითხები, ხედავ რომ ყველაფერი აქვს, რაც ადამიანს უნდა კონდეს, ყველაფერი აქვს, მაგრამ ბედნიერი არ არის. რატომ არ არის ბედნიერი? იმიტომ რომ ღმერთი არ ცხოვრობს მის გულში. მის გულში ედემი არ არის. მის გულში ადგილი ცარიელი არ არჩება და ხდება მისი გული ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთი რა არის? ჯოჯო უსახური არსება, უსახური არსებების სამყოფელი. ჯავახეთი, კახეთი, ანუ კახელების სამყოფელი, ჯავახების სამყოფელი, ხო? მაგრამ ჯოჯოხეთი ნიშნავს, რომ შენს გულში ჯოჯოები, ცოდვების და ნებების სახით არიან. ასე რომ აღარ იყოს, შემოკარგებო, მინდა ხუთი ასეთი ფაქტორი დაგისახელოთ ბედნიერების, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი ვიგზნოთ ჩვენ ბედნიერებად. პირველი, ეს გახლავთ მადლიერება. ეხლა ლოგი იტყვის, მადლიერი ვარ, აბა რა? არა ხარ მადლიერი. აბა გაიხსენე შენი წარსული, რამდენი შაუბნელი მომენტები იყო, რამდენჯერ გატკინეს გული, რამდენჯერ შენატკინე, რამდენი ადამიანი გააბრაზე ან გაგაბრაზა და კიდევ მათ ხსოვნაში ხარ და ცუდად ახსენებ მათ. მადლიერი ჩვენ წარსულის არა ვართ. კი, შეიძლება სიტყვებით ვართ, მაგრამ მაინც გვახსოვს 2 წლის, 5 წლის წინ, 7 წლის წინ, როგორ გვატკინეს გული, როგორ აგვამასხარავეს, როგორ დაგვამცირეს. ამისთვის ჩვენ მადლიერები არა ვართ. ამიტომ ვიყოთ მადლიერები, რომ არა ის წარსული დღეს ჩვენ ეკლესიაში არ ვიქნებოდით. გაუსასტიკა ფარაონს გული ღმერთმა და მერე გამოუშვა იქიდან ებრაელები. თავიდან არ უშვებდა მოგეხსენებათ და 10 განსაცდელი დაუშვა ებრაელებზე და ეგვიპტელებზე და მერეღა იკადრა გამოშვება. ეს დაიმახსოვრეს, ეს უცბად არ ხდება ჯოჯოხეთიდან გამოსვლა, ეს მარტივი არ არის. შემდეგი, ესე იგი, მადლიერება წარსულზე, მადლიერება აწმყოზე და მადლიერება მომავალზე. რუსებს აქვს ესეთი ძალიან საინტერესო სიტყვა. ჩვენს ვიცით ხოლმე ხშირად, როგორ ახარ? ნიჩევო. გაიგე ახლა, ხო? რა მაგარი სიტყვაა რა? არც კარგად და არც ცუდად. იმტრიე თავი ახლა როგორ ავარ? ძალიან კარგი სიტყვაა, პირდაპირ გეტყვით. როგორ ახარ? ძალიან კარგად ავარ, ყველა კარგად ამყავს. არ გინდა მაგას ნუ იტყვი რა, შურში ნუ ჩააგდებ ადამიანს. ყველაფერს ნუ მოუყვები, შენ დაგეგმილი შენს ოჯახში რა ხდება, არ არის საჭირო. ყველას მოუყვერო, ყველაფერი კარგად არის. თქვი, მადლობა ღმერთს. არც ნიჩეო, არც ვაიმე ამოიხნევშო და არც მოუყვე. ეხლა როგორ კარგად ახარ რა? არ არის საჭირო. არ არის საჭირო თქვი, მადლობა ღმერთს. მადლიერი ვარ, როგორც ვარ. იმაზე კარგად ვარ, ვიდრე მეკუთვნის. ეს არის ყველაზე სწორი პასუხი. და მესამე, არ მეშინია მომავლის. სულ არ მაინტერესებს, ვის აირჩევს ჩვენი ქვეყანა, რომელი კოალიცია, რომელი პარტია მოვა და რომელი ლიდერი იქნება საქართველოში. რატო? ღმერთი მყავს მე და ღმერთის იმედი მაქვს, ღმერთის რწმენა მაქვს და ღმერთის სიყვარული მაქვს.
და მჯერა რომ ღმერთი არ გაწირავს შენ ქვეყანას და ეროვნულ ხელისუფლებას გვაღირსებს როცა იქნება მე მჯერა ამის ჩვენს ქვეყანას ზვიად გამსახურდია შემდეგ ეროვნული ხელისუფლება არ ღირსებია და იმედი მაქვს რომ თუ ჩვენ დავიმსახურებთ აუცილებლად გვეყოლება ეროვნული ხელისუფლება ჩვენი შვილების და ჩვენი შვილიშვილების სახით ამ ეტაპზე მე ასეთებს ვერ ხედავ ეს არის ჩემი მოკლე ასე თქვათ წამსი პოლიტიკის ასე თქვათ დარგში ეხლა მეორე ვექტორი ბედნიერების რა არის ხსოვნა იმისა რომ ღმერთი არსებობს ძალიან ბევრი ადამიანს ავიწყდება რომ ღმერთი არსებობს არის შეშინებული არის უიმედო და ასე შემდეგ ყოველთვის გიხარია დამწუხრებული ხარ ამ მდგომარეობაშიც გინდა იყო გაგაბრაზეს სახში გაგაბრაზეს სამსახურში გაგანთავისუფლეს სამსახურიდან მოკლედ რაც გინდა მოხდეს გამოჩნდა ლეგაღრუბლები შენ თავზე ხო თქვი რომ ღმერთს ხო უყვარვარ ღმერთი არის ჩემთან ღმერთი არ მიმატოვებს არასოდეს თუ ადამიანს ღმერთის ხსოვნა ექნება დაიმახსოვრეთ რომ ის ყოველთვის თავს იგზნობს ბედნიერად მოწყალება კი არა შეიძლება მოწყალება იყოს მიგდებული ლარიანი ან 5 ლარიანი მიაგდო ვიღაცას თან მერე სელფი გადაიღო როგორი გულმოწყალე ხარ არა მთელი გული და სულით დაეხმარები ბებიას როგორც საკუთარ ბებიას ქალბატონს როგორც საკუთარ დედას და დას და ჭაბუკს როგორც საკუთარ შვილს გულმოწყალებას გააკეთებ და არა მოწყალებას მოწყალება შეიძლება ფარისეულური იყოს მაგრამ როცა შენ მოწყალე ხარ გულმოწყალე ხარ შეგიწყალებენ შენ უყურეთ ვინც არ არის მოწყალე და გულმოწყალე მისთვის საბოლოო სამსჯავრო იქნება ძალიან უწყალო და ბედნიერი როგორ იქნები თუ საშინელი სამსჯავრო იქნება შენთვის უწყალო ამიტომ სანამ სხეულში ხარ სანამ კიდევ გაძლევს ღმერთის საშუალებას არსებობის იყავი გულმოწყალე მესამე ეს გახლავთ ზრუნვა სხეულზე და სულზე ზოგი მარტო სულზე ფიქრობს არასწორია ანგელოზი ხო არა ხარ ზოგი მარტო სხეულზე ფიქრობს პირუტყვი ხო არა ხარ ადამიანი არის სხეული და სული არავინ არ მითხას მოუწესრიგებელი ადამიანი სულიერი ადამიანიაო ვერ დავიჯერებ რა ვერ დავიჯერებ რომ ბინძური ადამიანი არის სულიერი ადამიანი ვერ დავიჯერებ მოუწესრიგებელი ადამიანი არ არის სულიერი ადამიანი თუ შენ სულიერი ადამიანი ხარ შენ გრძნობ რა პრობლემები გაქვს სულში და რა პრობლემები გაქვს სხეულში ეგრევე ეთყობა ადამიანს რო შეხედავ ყველაფერზე ეთყობა გინდა ჩაცმულობაზე ძვირფასეულობაზე არ არის საუბარი როგორ აცვია როგორ დადის როგორ იღიმება და როგორ იქცევა ძალიან მარტივი ამას არ ჭირდება შიგნით რა არის კოკასა შიგან რაც არის იგივე წარმოდინდების ხო ვინ დამაჯერებს ახლა მე რომ ადამიანი არის მოწესრიგებული ლოცულობს ახსარებას ამბობს ეზიარება და ამ დროს არ ფიქრობს როგორ გამოიყურება ერთხელ პატრიარქი ისე შეწუხდა სიონში სიცხეში გამოაცხადა რომ წირვაზე რომ მოდიხართო ტანი დაიბანეთო გესმით როგორ შეიძლება ზიარებაზე მიდიოდე და მოუწესრიგებელი მიხვიდე ეგეთი რამე არ არსებობს ჩემო კარგებო ადამიანი რომელიც სულიერად და ფიზიკურად მოწესრიგებულია ის ბედნიერი ადამიანია და მეხუთე აღარ გადაგლით ეს არის ერთხელ და სამუდამოდ აპატიე რა აპატიე და დაამთავრე ამეთ ყველაფერი გახსოვდეს ხსოვნა არ დაიკარგება გახსოვდეს რატო გაწყენინეს რატო აწყენინე ეს გახსოვდეს რომ მეორედ აღარ გაწყენინონ და აღარ აწყენინო მაგრამ აპატიე მიუტევე თუ გინდა რომ დეპრესიაში არისო და თუ გინდა რომ ნერვე ბაშლილმა არიარო იმ ადამიანს რო დაინახავ ქუჩაში ან სოციალურ ქსელში მის ფოტოს რო დაინახავ გაღიმებულს და არ გაბრაზდე და ცოფები არ აყარო აპატიე და თქვი დალოცე ღმერთო ეს ადამიანი მადლობა რომ ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში იყო ფარაონი გაუსასტიკე შენ მას გული ვიცი რომ მე გონება გამხსნოდა და მიმხვდარიყავი რომ ხიბში ვიყავი და ყველას ნდობა რო არ შეიძლება და მივხვდი რომ საკუთარ თავსაც კი რო არ უნდა ვენდო ამიტომ მიღალატეს ამიტომ მიმატოვეს ამიტომ მაწყენინეს და ამის მერე პირდაბჩენილი აღარ ვიქნები
და ვერავინ ვეღარ მომატყუებს ვერაფერს თუ მე ვაპატიებ სხვა ადამიანებს, მაგრამ მეხსომება, ხსოვნა ყველა ადამიანს შემოძვირფასებო გამოყოლილი გვაქვს ადამის და ევას ხსოვნა, სამოთხისეული ხსოვნა ნოსტოს ალგეოს, რომ ჩვენ როგორც გინდა კარგად ვიყოთ დედამიწაზე, მაინც ნოსტალგია გვაქვს. რისი ნოსტალგია გვაქვს? საბჭოთა კავშირის კი არა. ზოგს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს, კი ბატონო. ზოგს ევროპის, ზოგს ამერიკის, მაგრამ მე და თქვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს უნდა გქონდეს ნოსტალგია დაკარგული სამოთხის, დაკარგული ედემის, რომელიც ჩვენ გულში უნდა შევქმნათ. და თუ ჩვენ გულში ედემი არ არის და ამ გულს არ ვამუშავებთ და აქ ღმერთი არ ასეირნობს, ძველი ქართული სიტყვა სამოთხე მოთხვას ნიშნავს. ზმნა მოთხვა ნიშნავს სეირნობას. ადამიანი სეირნობდა და ესაუბრებოდა ღმერთს. და თუ ჩვენ გვინდა რომ დედამიწაზე ეს წუთი სოფელი სიმშვიდეში, სიყვარულში და ბედნიერებაში გავატაროთ, ეს ხუთი ფაქტორი დაიმახსოვრეთ და ნამდვილად ბედნიერი ადამიანები იქნებით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ღმერთი კი არა, ჩვენ ვარსებობთ ღმერთში. სამყარო არსებობს ღმერთში და ღმერთმა რომ ჩვენსგან ზურგი იბრუნოს, ჩვენ არაფერი აღარ დავჩებით, ჩემო კარგებო, ან ჰაერი რო არ იყოს, წარმოიდგინეთ, ამ ზე რო არ ამოვიდეს, ან რომ არ გაწვიმდეს, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება ეს ხილული სამყარო. ამიტომ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მადლობა თქვენ რომ მოხვედით და გავაგრძელოთ ღმერთთან ურთიერთობა ჩვენს გულში და შემოვიდეს ღმერთი და სუფევდეს აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.